საქართველოს ქართული სპორტის ღირსეულ წარმომადგენელს ლეგენდარულ მოჭიდავეს მიხეილ სალაძეს ემშვიდობება, რომლის სახელიც ქართული ჭიდაობისა და სპორტული სამყაროს ისტორიას შემორჩება როგორც სიმტკიცის, ღირსებისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო. მიხეილ სალაძე იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო უნივერსიადის სამგზისა და სესერე კავშირის 4 გზის ჩემპიონი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, სპორტის რაინდი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი. მიხეილ სალაძეს მინიჭებული ჰქონდა ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება. მის სახელს ატარებს ზესტაფონის სპორტის სასახლე, სადაც მოგვიანებით მიხეილ სალაძის სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. დიდია მისი ღვაწლი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მოღვაწეობის დროს ის ყოველთვის სამშობლოს სადარაჯოზე იდგა. 2014 წელს მან ილოს როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას მხატვრულ ფილმში ხარება და გოგია. მისი სახელი და გამარჯვებები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მიხეილ სალაძე 2026 წლის 31 იანვარს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ლეგენდარული პიროვნება 72 წლის ასაკში, მსოფლიოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის არაერთ სამგზის გამარჯვებული და ვახტანგ გორგასლის კავალერი, ძალიან ბევრი ტიტულის მფლობელი. მიენიჭა ჩვენს სამსახურს მიხეილ სალაძის სახელი, უმბერაზი ადამიანი იყო ნამდვილად და მათგან ძალიან ბევრი მაგალითებს ვსწავლობდით და ეს ახალგაზრდები, რომელიც მოჭიდავეები ყვა, სპორტსმენები ყვა, სხვადასხვა სახეობები გვაქვს ჩვენ აქ და ვცდილობდით, რომ აგვიღო ყოველთვის მისგან მაგალითი და არა მარტო მაგალითი, ჩვენი მეგობარი იყო და იგივე ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო და ახლობელი იყო. უამრავი მოსწავლეს ჩვენს სკოლაში და როცა ვარსკვლავი გავხსენით, სულ კითხულობდნენ, ვინ იყო ეს პიროვნება, ვინ იყო ეს ადამიანი და როცა უხსნით ჩვენ მასწავლებლები, მსმენელები, დირექტორი, მეც და უხსნით რა პიროვნება იყო, რა ადამიანი იყო და აქედან გამომდინარე ბევრი მაგალითი მივეცით მომავალ თაობას.